მის მემატიანე, ბევრი შეიძლება ითქვას მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მნიშვნელობაზე, მის ისტორიაზე და იმ გადამწყვეტ როლზე, რომელსაც ის ასრულებდა და კვლავ ასრულებს ქვეყნის განვითარებასა და წარმატებული თაობების აღზრდის პროცესში. ეს არის ადგილი, სადაც წარსული, აწმყო და მომავალი ხელშესახებად ერწყმის ერთმანეთს. სივრცე, სადაც დამოუკიდებელი საქართველო იძერწებოდა. სასახლის თითოეულ ოთახს, კუთხესა და ნივთს განსაკუთრებული მოვლა და ყურადღება სჭირდება, როგორც ეროვნული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანეს ნაწილს. სული 5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა სარეაბილიტაციო სამუშაოები და გასულ კვირას განახლებული შენობა საზოგადოებას ოფიციალურად წარუდგინეს. გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, თბილისის მერი და კულტურის მინისტრი. კულტურის მინისტრისთვის ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. წლების განმავლობაში იყო სწორედ ამ სასახლის ხელმძღვანელის პოსტზე. როგორც თავად არაერთხელ უთქვამს, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე თიკა რუხაძისთვის მეორე სახლია, ადგილი, სადაც ყველა ადამიანს და თითოეულ დეტალს განსაკუთრებული სიფრთხილითა და სიყვარულით ეკიდება. მართველი პარტიის კულტურის პოლიტიკა და კულტურული მემკვიდრეობა, როგორც თბილისის და სრულიად საქართველოს სავიზიტო ბარათი. ნახეთ მარია მოშხნელის სპეციალურ რეპორტაჟში. კადრი პირველი ამბავი. თხრობას საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიით ვიწყებთ. 1918 წელი, 26 მაისი, ტფილისის სასახლე. ამ კიბეებზე ახლად დაბადებული დამოუკიდებელი საქართველოს ფუძემდებლები არიან. ეროვნულ საბჭოს ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით რამდენიმე წუთის მიღებული აქვს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი. სამახსოვრო ფოტოს ამ უდიდესი მოვლენის აღსანიშნავად იღებენ. 2 დღის შემდეგ ამავე დარბაზში სომხეთის ეროვნულმა საბჭომ და აზერბაიჯანის ეროვნულმა კრებამ ქვეყნების დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ამ კედლებში მიიღო 1921 წლის 21 თებერვალს დამფუძნებელთა კრებამ საქართველოს რესპუბლიკის პირველი კონსტიტუცია. 25 თებერვალს კი თბილისი საბჭოთა მე-11 არმიამ დაიკავა. თუ დამოუკიდებლობამდე სასახლე მეფის ნაცვალს ეკუთვნოდა, ოკუპაციის შემდეგ სასახლეში ხან რევკომი, ხანაც ამიერკავკასიის ფედერაციული მთავრობა მუშაობდა. თბილისის პიონერებმა მიიღეს ძვირფასი საჩუქარი, პიონერთა სასახლე. 1927 წელს 15 მილიონი მანეთი დაიხარჯა სასახლის რეკონსტრუქციისთვის. 300-მდე ოთახი და დარბაზები სასწავლო კაბინეტებად, სახელოსნოებად, ლაბორატორიებად გადაკეთდა და 4 წელიწადში შენობა პიონერთა და მოსწავლეთა რესპუბლიკის სასახლის სახელით გაიხსნა. პიონერთა სასახლემ ნამდვილად აღზარდა ბევრი წარმატებული ადამიანი, თაობები. აქ იღებდნენ ფილმებს, მასპინძლობდნენ დელეგაციებს. იგივე დატვირთვით გააგრძელა მუშაობა სასახლემ დამოუკიდებლობის აქტგენის შემდეგაც, თუმცა წლებმა და წინა ხელისუფლებების უყურადღებობამ თავის იქნა. შენობა უმძიმეს მდგომარეობაში იყო. მისი ბრწყინვალება დროში ჩაიკარგა. ფერები გახუნდა. დიდებული ჩუქურთმები თითქმის დაიშალა და ბოლოს შენობაშიც კი წვიმდა. წლევანდელი თბილისობის ერთგვარი სიმბოლური კულმინაცია დღეს მოსავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის გახსნა და ეს ფაქტი, რომ ჩვენ ამ არაჩვეულებრივ სასახლეს უბრუნებთ განახლებული სახით, ახალი ბრწყინვალებით ჩვენს ახალგაზრდებს. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს შენობა არ არის მხოლოდ არქიტექტურული ძეგლი და მხოლოდ ამ თვალსაზრისით არ არის ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, ეს არის ჩვენი ისტორიის განუყოფელი ნაწილი. მე როგორც თბილისის მერი და 4 შვილის მამა, დღეს ვარ ბედნიერი ადამიანი, რომ მომეცა შესაძლებლობა წვლილი შემეტანა სასახლის ახალი სიცოცხლის მინიჭებაში. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია, განახლება ერთ-ერთი უნიშნელოვანესი პრიორიტეტი იყო, არის და რა თქმა უნდა, მომავალშიც იქნება. ეროვნული სასახლის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. ახალგაზრდებისთვის ახალი სტიმული. სასახლის თანამშრომლებისთვის ფაქტობრივად მეორედ დაბადება. ჩვენი ისტორიისთვის კი ეს ღირსების დღეა. და კიდევ არის თიკა, ამ სასახლის ყოფილი დიასახლისი. როდესაც სამუშაოები მიმდინარეობდა, თიკა იყო ზედამხედველიც, მუშაც, ყველაფერს მართლა მისი თანდასწრებით აკეთებდნენ კომპანიები. თინათინ რუხაძე, კულტურის მინისტრი.
შარშან ოქტომბრამდე სასახლის დირექტორი და დღეს სასახლის ხშირი სტუმარი. ახლა უკვე ის ეტაპია, როცა რეაბილიტირებული სასახლით ამაყობს და ესთეტიკით ტკბება, თუმცა 2016 წელს, როცა კონკურსში გაიმარჯვა და აქ მოვიდა, რეალობა სასახლისთვისაც და თანამშრომლებისთვისაც უმძიმესი იყო. მუზეოგრაფია გასწორებულია. იყო უმძიმეს მდგომარეობაში სასახლე, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო კოლექტივი, რომელიც პრაქტიკულად 10 წლეულების განმავლობაში იბრძოდა ამ ადგილის გადასარჩენად და უკვე აღარავის მიმართ ნდობა არ ქონდათ, რომ ვინმე არ მოვა და აქ რაღაცა საბოლოოდ არ ჩამოიშლება. ერთ-ერთ აი ამ დარბაზებში ვატარებდი პრეზენტაციას. გაწვიმდა, ჭერი წამოვიდა და მთლიანად კოლექტივი და მე გადაღებულია როგორ წმინდავთ ამ ისტორიულ დარბაზებში წყალს, იმიტომ ჩამოვიდა ყველაფერი. ყველაფრის გაკეთება ნულიდან დაიწყო. ჯერ ადამიანებს შეუქმნა უკეთესი სამუშაო პირობები, შემდეგ საგნობრივი და საშემსრულებლო პროგრამები გადააკეთეს, თუმცა შენობა სავალალო მდგომარეობაში იყო და მას ყველაზე კარგად ესმოდა ამ ისტორიული და კულტურული ძეგლის გადარჩენის აუცილებლობა. პირველივე დღიდან იყო ამის სურვილი. სხვა თემა, როდის გაჩნდა ამის საშუალება. მაშინ მახსოვს, რომ აი ამ გუნდს ვკრებდით და მე ნინა იყო და რამდენიმე ადამიანი თანამოაზრეები და გოგი თოდაძეს უზიარებდი ხოლმე იმას, რომ ეხლა გავაკეთოთ სამხარაულის დასკვნა, ეხლა გავიმყაროთ და ყველაფერი ეს ნელ-ნელა ამ გუნდთან ერთად დავაწყვეთ. 2019 წელს ჩვენ გავაკეთეთ უკვე პროექტი, დაახლოებით 10 თვე კეთდებოდა. ბატონი მერაბ ბოჭოიძე აქ ცხოვრობდა პრაქტიკულად და სულ კამათობდით, დავაკამათი მიდიოდა. დაიწყო პანდემია და იქ დაიწყო დუმილი და შიში იმისა, რომ ქვეყანას ახლა სხვა რესურსი ჭირდება და შეიძლება ძალიან დიდი შანსია, რომ გაჩერდეს ეს პროექტი. COVID პანდემიამ თბილისის მერიის გადაწყვეტილება არ შეცვალა. თიკა რუხაძე ამბობს, რომ კახა კალაძემ სასახლის პოტენციალი და მისი გადარჩენის აუცილებლობა მაშინვე იგრძნო. კახა რო არ ყოფილიყო ეს არ იქნებოდა. მახსოვს, რომ მარტია ირაკლი ბენდელიანი მირეკავს, რომ აბა როგორ ფიქრობო, როგორ გადაწყდაო ეს ამბავიო და არ ვიცი თქო მეთხარე. თქვენ იცით სახელმწიფოებრივად ეს როგორ ძიმე პროექტია და ძიმე თასაწევი და მითხრეს, რომ ქალაქის მერის გადაწყვეტილებით შეიძლება რაღაცა სხვა რაღაცები გაჩერდეს, მაგრამ სასახლე არ გაჩერდება და მახსოვს, რომ ის დღე იყო ჩემი გამარჯვების დღე. ეროვნული სასახლის რეაბილიტაცია რესტავრაციისთვის თბილისის განვითარების ფონდმა 56 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. სამუშაოები კომპანია ინსმა შეასრულა. ყველა ეტაპზე თითოეულ დეტალში იყო ჩართული. თითქმის აქ ცხოვრობდა. საქმის სიყვარულმა, შრომამ და პროფესიონალების გუნდმა, კარგმა ადამიანებმა, როგორც მათ თავად ეძახის, ერთობლივად სასურველ შედეგს მიაღწიეს. ბრწყინვალე სასახლე, ძველი დიდებულებით და გამართული ინფრასტრუქტურით. ეს საოცარი, ელეგანტური დარბაზები ისევ ანათებს. კონსერვაცია, რესტავრაციამ თითქოს დროის პორტალი გახსნა. მოდიხარ აქ და უკვე შეგიძლია წარმოიდგინო ის ცხოვრების სტილი, ტრადიციები, წვეულებები, მაღალი დონის მიღებები, მეჯლისები, რომელიც მე-19 საუკუნიდან სასახლეში იმართებოდა. აქ ერთმანეთს აზიური და ევროპული სტილი ისე ჰარმონიულად ერწყმის, როგორც ჩვენი აწმყოა წარსულთან კავშირში. და რაც მთავარია, თვალის მომჭრელი დარბაზების, სამუზეუმო სივრცის გარდა ეროვნული სასახლე ცოცხალი კულტურული ლოკაცია, სადაც ახალგაზრდობა, ხელოვნება და განათლება მუდმივად ვითარდება. ძალიან ბევრი ნამდვილად ღირსეული, არა მხოლოდ ადამიანი, ერთეული ადამიანი, არამედ მთელი თაობები აღიზარდა. ბევრი საინტერესო ლოკაცია და კაბინეტი გვაქვს ორი მიმართულება, ეს არის საგნობრივი და საშემსრულებლო. 160-ზე მეტი წრე გვაქვს სასახლეში. საშუალოდ სასახლეში ყოველ წელს 5000 ბავშვი გსტუმრობს. ძალიან დიდი რაოდენობა, თუმცა გვაქვს ამბიცია, რომ ეს ციფრი გავზარდოთ და 10000-ზე ავიდეთ, იმედი გვაქვს გამოგვივა. სასახლელებისთვის ყველაფერი შეიცვალა. გაყინული ძველი ოთახების ნაცვლად ახლა მათი რეპეტიციები თანამედროვე და კეთილმოწყობილ დარბაზებში ჩატარდება. ტრადიცია ღირსეულად გაგრძელდება და რაც მთავარია, 5000 ბავშვის ნაცვლად სასახლე უკვე 10000-მდე მოზარდის მიღებას შეძლებს. თავად თიკამ მისი ხელმძღვანელობის დროს ისეთ საფეხურზე აიყვანა აქ პროცესები დაწყებული რეაბილიტაციიდან
დამთავრებული სასწავლო პროცესით, რომ ფიქრობ ამის ახლა თამასას ქვემოთ დაწევა არაფრით არ შეიძლება და კიდევ უფრო წინ უნდა წავიდეთ, ძალიან ბევრი იდეები გვაქვს ახალი სასწავლო წლისთვის და ვფიქრობ ეს იდეები წარმატებით განხორციელდება, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი გუნდი მუშაობს სასახლეში. ნინა ამას ყველაფერს ისე მაგრად გააკეთებს, რომ სასახლე კიდე შინაარსობრივად აალაპარაკებს ადამიანებს და მთელი საზოგადოება დაინახავს, რომ მართლა რა პოტენცია აქვს ამ ადგილს და ჩვენ დიდ გუნდში კიდე მეტი საქმე გვაქვს აკეთებელი. წინ გვაქვს გელათი, რეაბილიტაციები და ისეთი ბევრი კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ყველაზე დიდი გამოწვევაა ალბათ, იმიტომ რომ ეს არ არის, რომ სულ ამბობენ, რომ აი რეაბილიტაცია დასრულდა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს სულ თუ არ უვლი, აქ წერტილი არ არსებობს. როცა თბილისში დაღამდა, დედაქალაქის სავიზიტო ბარათმა ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე დედოფალივით გაანათა. ეზოში კი ჟღერს ეროვნული სასახლის მევიოლინეთა ანსამბლი სიმი და რევას ლაღიძე.